დიახ, აქ არიან ახლა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აქციის მონაწილეები მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირიდან პირველი არხის შენობასთან და მათი მოთხოვნა არის უცვლელი. ისინი ითხოვენ მენეჯმენტის გადადგომას, კონკრეტულად აცხადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ თინათინ ბერძენიშვილმა და ვასილ მაღლაფერიძემ, ასევე აცხადებენ, რომ საზმამ თავისი პირობა არ შეასრულა. მათი განცხადებით საზოგადოებრივმა უწყებელი უნდა იყოს ხალხის ტელევიზია და ის არ უნდა ემსახურებოდეს რუსულ რეჟიმს და ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს. პირდაპირ ეთერში ვართ, გვითხრით რატომ მოხვედით აქ და რა არის თქვენი მოთხოვნა. თქვენ რამდენიმე კვირა უკვე ითხოვთ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის გადაყენებას და ასევე თინათინ ბერძენიშვილის გადადგომასაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით პოსტზე რჩებიან. ამას რამოდენიმე კვირა არ არის ალბათ რაც ვერძვით მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება, რასაც ვუყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვინც არის ხელისუფალი, იმისი დავალების შემსრულებელია რეალურად ხოლმე ტელევიზია. აქტიურად ახლა დაიწყო მოთხოვნების წამოყენება, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ, კერძო 17 დღის წინ საზოგადოების ფოკუსირება მოხდა აი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ძალიან დიდი ლინზებით ვაკვირდებით რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის ეს რა თქმა უნდა იყო რაღაცა პერიოდები, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელი ემსგავსებოდა თავის მე ისევ კარგავდა ამ თავის სახეს, გააჩნდა ვინ იყო მენეჯმენტში და რა სამეურვეო საბჭო მართავდა ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ყველას ნამდვილად ერთი და იგივე ჩირკს ვერ მივცხებ, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ დღეს მოვედით, გავდივართ ძალიან მძიმე კრიზისს და ამ კრიზისში ვალდებულება, არ ვიცი, მორალურად მიუღებელია ამ ადამიანების ამ არხზე ყოფნა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ალბათ ცხოვრებაში ყველაზე ემოციური დღე, რომელიც აი ესე ავიღე და დავდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იყო უმძიმესი დღე ჩემთვისაც, როგორც ადამიანისთვის გადასატანი და უმძიმესი საღამო მოგვიწყო წუხელის საზოგადოებრივ მაუწყებელმა, როდესაც ნაწამები და ნატაჯი ადამიანის ასე პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მოახერხა, არ ვიცი, გადაცემის წამყვანმა. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელი ამ სტანდარტით აპირებს ყოფნა, ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ ეს არის ერის შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ შესაბამისად უნდა გადაწყვეტილება მიიღონ, იმიტომ რომ 17 დღის წინ დავაყენეთ მათი გადადგომის საკითხი, მოიფიქრეს სქემა, რომლის მიხედვითაც ძალიან კომფორტულად მოერგნენ იმ სქემას, რაზეც და გუშინ დაუშვეს იგივე შეცდომა, რასაც უშვებდნენ აქამდე, ოღონდ მანამდეც იყო ბევრი შეცდომები, მაგრამ აი გუშინ იყო ისევ ფატალური შეცდომა, რომელსაც, არ ვიცი, ალბათ მედია ომბუდსმენი და კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უწევენ ტელევიზიებს მონიტორინგს, ამაზე ანგარიშებში ეს აისახებენ, მაგრამ მარტო ანგარიშები უკვე აღარ ყოფნის. რეალურად ჩვენ გვაწამებს ტერორისტული ჯგუფი და მათთან, ასე ვთქვათ, ასოცირებული ალებში საზოგადოებრივი მაუწყება. ეს არ არის ჩემი სახე და მე ამას ვემიჯნები და ამის დამფინანსებელი მე არ მინდა რომ ვიყო. მადლობა, ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებსაც, მოკლედ ეს ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თქვენც გვითხრით, რატომ მოხვედით დღეს აქ? ვითხრით მაუწყებლის უკან დაბრუნებას. ძალიან აღშფოთებული ვარ, სიტყვებსაც ვეღარ მოვულობ უკვე. იმდენად მიაღწიოთ ამ მიზანს, რამდენიმე კვირა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. რამდენი ხანია თქვენ უკვე ითხოვთ მენეჯმენტის გადაყენებას და აცხადებთ, რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ძალიან ნიშანდობლივია ალბათ გუშინ, ძალიან აღმაშფოთებელი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ადამიანი როგორ ამტკიცებდა, რომ აქაურობა არის ჩემი და რასაც მე ვიტყვი, ისე უნდა გააკეთო. ამოწე ბებიამ დაუტოვა, ბაბუამ დაუტოვა, ანდერძით მიიღო ეს ყველაფერი თუ საიდან გადმოეცა. ამაზე აღმაშფოთებელი, რომ ადამიანი იძახეს, რომ აქაურობა არის ჩემი და მე როგორც მოვინდომებ, ისე ილაპარაკებთ და იმას ილაპარაკებთ. აი ალბათ ეს არის ის მაგალითი, რომელიც ძალიან კარგად
ძალიან კარგად ანახებს ზოგადად ამ არხის დღევანდელ მდგომარეობას. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, ეს მრავალმილიონიანი ტელევიზია, მილიონებიანი, რომელსაც ხალხის ჯიბიდან აფინანსებს საზოგადოება, უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას და ვიღაცამ არ უნდა იძახოს, ეს არის ჩემი და მე რასაც მინდა იმას იტყვით არ. ეს არის უბრალოდ აღმაშფოთებელი. მე მივმართავ იმ თვალბადოს, არაფერი თქვენი არ არის, ეს არის ხალხის და ისე იქნება, როგორც ხალხი ჩათვლის საჭიროდ. თქვენც გითხრათ თუ შეიძლება რატომ გახართ დღეს პირველ არხთან? რას წესით ჩვენს ქვეყანაში ის რაც ხდება, რასაც ყოველდღე ვუყურებთ, საზოგადოებრივ მაუწყებას უნდა ჰქონდეს განგაში ჩართული. ეს მთელი პროტესტი და მთელი პროტესტის შინაარსი უნდა იყოს გადატანილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს უნდა განიხილებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ხალხის ტკივილი, ერის ტკივილი, ქვეყანას ვკარგავთ ყოველ წუთას, ყოველ წამს, აბსურდული კანონების ინიცირება ხდება და ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თუნდაც რაღაც საათნახევარი უთმობს ამ ყველაფერს დროს, მოწმობს იმაზე, რომ არა თუ რაღაც ჟურნალისტურ სტანდარტს იცავენ, არა თუ იმას იცავენ, რაც მათ წესდებაში უწერიათ სავარაუდოდ დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცება და ხელშეწყობა, არამედ პირიქით პროპაგანდას ემსახურებიან. მადლობა დიდი. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ პროპაგანდისტულ მედიად არის გადაქცეული საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დიდი ხანია და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. აქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ნინო ზაუტაშვილსაც ვხედავ, ის ერთვება ახლა სხვა მედიას და ცოტა ხანში დავუსვამთ მას კითხვებს. ვახუშტი მენავდეც აქ არის. გითხარით თუ შეიძლება დღესაც მოხვედით აქ ადამიანები, რა მოთხოვნით და რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ, რომ თქვენი მოთხოვნა შესრულდეს, დაკმაყოფილდეს და მენეჯმენტმა დატოვოს თანამდებობები. ეს პროცესი, რასაც თქვენ უყურებთ, ამდენი ადამიანი აქ შეიკრიბა მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა ჩვენ აქ ასევე მოусმინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, ისინი ითხოვენ ეთერში დაბრუნებას და ცხადია ჩვენს მოთხოვნებს ესეც დაემატება, რომ აღდგეს ეთერი იმ გადაცემებისთვის, რომლებიც მზად არიან გავიდნენ ეთერში და დაიწყოს საქმიანობა საზოგადოების ინფორმირების მიზნით. აი მიზეზი რა გითხრეს ეთერების შეწყვეტის? თავიდან პირობა ხომ დადეს, რომ იქნებოდა ყოველდღიურად, მუდმივად, სისტემატიურად გაჟღერდებოდა ხალხის ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. არა, ნახეთ რა ხდება, ერთი არის ეს 22 საათიანი ჭრილი, რომელიც მიმდინარეობს მეორე და იქ საკითხი მეტნაკლებად გარკვეულია. მეორე საკითხი, თუმცა პირველთან დაკავშირებით არსებობს რაღაცა უკმაყოფილებები, მაგრამ მეტნაკლებად ის საკითხი გარკვეულია. რაც შეეხება ძველ მოთხოვნას, მენეჯმენტის გადადგომას, ეს ძალაშია, რაც ეს ხალხი ითხოვს და დღეს ახლა ჩვენ მოусმინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებმაც თქვეს მოითხოვეს ეთერში აღდგენა. ეს არის ახალი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ახლა თქვენთან ერთად მოვისმინეთ და ცხადია ჩვენ ვუერთდებით ამ მოთხოვნას და მხარს უჭერთ ამ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომლის ძირითადი ნაწილი ახლა გაჩერებული არის და ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის სათანადო სამსახურის გაწევას. მადლობა დიდი. აი ნინო ზაუტაშვილსაც გავესაუბრებით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გვითხრათ რატომ ხარ დღეს აქ, რა სითხოვთ, ვიცით უკვე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი ითხოვს რომ დაბრუნდეს ეთერში. როგორ ფიქრობთ, მენეჯმენტი დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას? ჩვენ არ ვიცით მენეჯმენტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა და ზუსტად ამიტომ ვართ აქ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა არხის მენეჯმენტთან, ასევე გავაგზავნეთ წერილობითი მოთხოვნა, რომ გვინდა შუადღის ეთერი გაიხსნას დისკუსიისთვის, იმიტომ რომ თვლით რომ არ არის საკმარისი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიის.
ამიტომ ველოდებით პასუხს, ველოდებით გამოხმაურებას და რა თქმა უნდა ველოდებით იმის საშუალებას, რომ ჩვენ გქონდეს სადისკუსიო სივრცე არხზე, სადაც ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს აზრი ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, გქონდეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი და ეს მოხდეს ძალიან ნორმალურ და პასუხისმგებლიან გარემოში. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად უნდა იყოს ის მედია, სადაც ყველა სიტყვის უკან პასუხისმგებლობა იდგება. მე მინდა ეს ითხოვ თუ არა მაგალითად მენეჯმენტთან შეხვედრას ან თინათინ ბერძენიშვილთან ან ვასილ მაღლაფელიძესთან. ჩვენ ამას ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია, მინდა გითხრათ. ჩვენ ყველა გზა ვსინჯეთ ამ ადამიანებთან ურთიერთობის, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთმა ჯერჯერობით არ გაამართლა. ამიტომ იძულებულები ვხდებით, რომ აი ესე ხმამაღლა მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის ჩვენს და ეკუთვნის ჩვენს მაყურებელს, ეკუთვნის საზოგადოების ყველა წევრს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ყველას საზოგადოებრივი მაუწყებელი და აქ უნდა ისმოდეს არა ყველას, არამედ თითოეული მათგანის. აქ კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, რას ნიშნავს ყველა და რას ნიშნავს თითოეული მათგანი, თითოეული ჩვენგანი. ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც ადამიანები იკრიბებიან და კონკრეტული მოთხოვნები გაქვთ, ხო? სადამდე გაგრძელდება ეს პროტესტი? გაგრძელდება აუცილებლად მანამ, სანამ არ იქნება ის პირობები შესრულებული, რასაც ადამიანები ითხოვენ. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ხელშეკრულებაში არის მუხლი, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება ჩვენთვის პირობების შექმნა. ხელშეკრულება არასოდეს სამმხრივი არ არის, ორმხრივია და ორივე მხრიდან ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. შესაბამისად ჩვენ ველოდებით ამ ვალდებულებების და ამ პირობების შესრულებას. იმედი მაქვს, რომ ეყოფა კეთილგონიერება მენეჯმენტს, რომ მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად ეს გადაწყვეტილება. მადლობა დიდი. მოკლედ ასეთ ვითარება პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არიან შეკრებილები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სფეროდან, მათ შორის აქ არიან ჟურნალისტები, საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტების ნაწილი ითხოვს ეთერში დაბრუნებას. ისინი აცხადებენ, რომ ყველას ხმა უნდა ჟღერდებოდეს და ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და თანხმდებიან დღეს აქ მყოფი მოქალაქეები, რომ რეჟიმს ემსახურება ეს ტელევიზია, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს ხალხს. მოკლედ ასეთ სიტუაცია და ისინი აცხადებენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.